ფილმში გამოყენებული კადრები ხშირ შემთხვევაში გადაღებულია ექსტრემალურ სიტუაციაში, არაპროფესიონალი ადამიანების მიერ, რომლებიც ირგვლივ არსებულ ქაოსს, ზეწოლას, მუქარას, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის აშკარად შეუფერებელ გარემოს აფიქსირებდნენ, რაც საშუალებებითაც და როგორც შეეძლოთ. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებს საქართველოში სახალხო მღელვარება მოჰყვა, ევროკავშირისა და ნატოს სახელით კეთდებოდა განცხადებები, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის ტესტი იქნებოდა დემოკრატიულობაზე და ერთგვარი წინაპირობა გახდებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის. Როგორ ჩააბარა ეს ტესტი ხელისუფლება და როგორი არჩევნები ჩატარდა 21 მაისს საქართველოში ამას ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან შეფასება უზრუნველყოფს. Ამ ფილმში შევეცდებით ფაქტებზე დაყრდნობით გიჩვენოთ, როგორ რა ხერხებით მიაღწია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას საქართველოს პარლამენტში. Ყველა ფაქტს ეს ფილმი რა თქმა უნდა ვერ დაიტევს, მაგრამ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლებას მიცემული ჰქონდა მთელი რიგი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოხდა პირიქით. ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ამ ცვლილებებმა უფრო ნაკლებად დემოკრატიული გახადა საარჩევნო კოდექსი. 2008 წლის 12 მარტს რეკორდულად დაჩქარებული წესით განხორციელებული ცვლილებებით გაიზარდა მაჟორიტართა წილი პარლამენტში. ნაცვლად ადრე მოქმედი 100-50-ზე პრინციპისა, რადგინდა 75 პროპორციული და 75 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი. Როგორც ოპოზიცია ვარაუდობდა, ხელისუფლებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ძირითადად ბიზნესში დასაქმებული ადამიანები დააყენა და 75-დან 71 მანდატი მოიგო. საქართველოში კვლავ განმეორდა პრეცედენტი, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებს ძირითადად ფული იგებდა. გუბერნატორების სამუშაო საათებში აქტიურად მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. წარადგენდნენ მათთან ერთად გადასცემდნენ დიზელის საწვავის ვაუჩერებს, ხსნიდნენ ავტობუსების ხაზებს, უკვე რამდენიმეჯერ გახსნილ ხიდებს, შარაგზებს, სპორტულ მოედნებს და ასე შემდეგ. Მთელი საქართველო ყველა ტელეარხზე უყურებდა, როგორ ურიგებდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატები საკვებ პროდუქტებს, კინოსა თუ თეატრის ბილეთებს, ელექტროსაქონელსა თუ სხვა მატერიალურ ფასეულობებს ამომრჩევლებს. Საფალგუდანში მცხოვრებმა 200 ოჯახმა კი ბრძოლა დღეს დიზელის ვაუჩერები მიიღო. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ასანიძე და გუდანის ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე ფიცხელაურების 800-იან ოჯახს სახლში ესტუმრნენ და საწვავის ვაუჩერებიც გადასცეს. საფალგუდანში სულ 800 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ვაუჩერებს ეტაპობრივად მიიღებენ. თვის ბოლომდე კი საწვავი მუხიანის, აბჯალისა და გიორგი წმინდა სოფლის მცხოვრებლებსაც დაურიგდებათ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საქართველოში ამორჩევლის მოსყიდვა არის აკრძალული, ეს არის ძალიან ნათელი ნორმა და იგრძალება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ფულით იქნება თუ სხვა მატერიალური ფასეულობების გზით მოისყიდოს ამორჩეველი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეთ როგორც ცენტრალურ ადმინისტრაციას, ისევე საოლქო ადმინისტრაციას, რომ მოეხდინა ამ კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნა, სამწუხაროდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთხელ ამ ფაქტის შესახებ სერიოზულად არ იმჯელა. შედეგი არის ის, რომ ჩვენ სინამდვილეში მასობრივად ხდება სხვადასხვა ტიპის მატერიალური ფასეულობების, ძირითადად ეს არის სხვადასხვა ტიპის ვაუჩერების, პოლისების, აგრეთვე ზოგიერთ შემთხვევაში ფულადი თანხების დარიგება კანდიდატების სახელით საარჩევნო შტაბების მიერ და სამწუხაროდ არასდროს ამას საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლოს მხრიდან ადეკვატური გადაწყვეტილება არ მოყოლია. იყო უფრო ორიგინალური მეთოდებიც. ბაღდათის რაიონში სოციალური მუშაკი არჩევნების დღეს, რომელიც ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული, პირდაპირ საარჩევნო უბნის გვერდით ნაცმოძრაობის კანდიდატის ნუგზარ პოხოძის ბუკლეტში უდებდა 20 ლარიანებს ამომრჩევლებს და საარჩევნო უბანზე ისტუმრებდა. კი, მე ის გამოტოვე. ხალხის მე ვიცი რა, სოციალურ დახმარება რა. თქო უნდა იშენებდეს გემამ. არა, წინა საარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო მუქარა და შანტაჟი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე, რის გამოც ბევრმა მათგანმა უარი თქვა კანდიდატობაზე.
არსებობს მოსალები ოპოზიციის მომხრეებზე ზეწოლის სხვა ფაქტებზე, როცა მათ გადაუწეს პირადი ქონება, დაატოვებინეს სამსახურები, თავს დაესხნენ ოპოზიციის სასარგებლო აგიტაციის გაწევის დროს და ასე შემდეგ. შემოვარდა ეს გუგეშაშვილი, ეს მეტსახელად გუგულა, ბიჭებთან ერთად შეიარაღებული დანებით მიაყენეს შეურაცხყოფა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ბიჭებს, დაჭერეს ორი ჩვენი შტაბის წევრი, დაალეწეს ყველაფერი, დაამტვრიეს შიგნით ყველაფერი, ჩავკეტეს გარედან, მოიყვანეს 3 ჯგუფი დამატებით. და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 1-40 წუთი. არც ერთი პოლიციელი არ ჩაერია. დაშინებისა და შანტაჟის, სამსახურიდან დათხოვნის მუქარის რეჟიმში მუშაობდნენ ადმინისტრაციული ორგანოები, საქალაქო და რაიონული სამსახურები, რაიონული გამგეობები. ის რაც საგერის რაიონის გამგეობაში მოხდა და მთელმა საქართველოს მიხილა, ფაქტიურად ხდებოდა ქვეყნის ყველა გამგეობაში. აბა ერთმა არ მიცეს პარტიას და პარტია არ შემოხაზა. აბა არ მიიღოს 80% რა თქმა უნდა, ყველა საგერისო ჩაგერდიმა საუბარი. აბა ის დაგიწყეს, მაგრამ თქვენგან სადები ყველა შემოძები დაწერა წინასწარ და შემდეგ ის მეტად მე გამიხლა თქვენს სასამართლო პრობლემის საგერს. კიდევ უფრო შორს დავიდა ხელისუფლებამ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვაჟა თათარაშვილთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა თავიდანვე, რომ მცხეთაში არჩევნები არ ჩატარებულა. მცხეთაში იყო სპეცოპერაცია ჩატარდა მცხეთაში კოდური სახელწოდებით არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდნენ უამრავი სპეცდანიშნულების, ეგრეთ წოდებული რაღაცა დაცვის სამსახურები, ორი სახელი ვიცი, ერთის არის გლადიატორი, მეორე ომეგა, მესამე სახელი დამავიწყდა. დაახლოებით 400 კაციანი სუფრა ქონდათ გაშლილი, იქ თან ასმევდნენ, რომ დამთვალიყვნენ, რომ შემდეგ გაბედულად გააკეთებინათ ის, რასაც აკეთებდნენ. დაწყებით დაიწყო ასე 9 რიცხვში, სადაც ღამეს 11:30-ზე დამირეკეს ისეთი ტელეფონიდან, როდესაც მე ვრეკავდი ჩემ მეუღლესთან, აი იქ ჩამერთვნენ, ისე რომ არავის ზარი არ დაფიქსირებულა და მკითხეს, შენ გიღირს შვილის სიცოცხლეთ ის, რასაც აკეთებო. ზუსტად ეს სიტყვები. და შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა. გაგრძელდა ამ არჩევნების დღემდე, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი ზეწოლები, იყო მოსყიდვები, ადამიანებს დასდევდნენ სახში, ზოგს დღეში 4-ჯერ უვარდებოდნენ ქალბატონებს, ოჯახის პატრონებს, პირდაპირ ეუბნებოდნენ, ჩვენ უნდა გავაყალბოთ და ამიტომ თქვენ უნდა თვალები დახუჭოთ ამადამ დღეს. თუ არა ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ ფულს, ესეთი ის იყო, რომ მეორე დღეს არჩევნების შემდეგ 500 ლარს მოგცემ თუ კარგად დახუჭავ თვალებსო. აი ამას თუ არჩევნები ქვია. მაშინ არჩევნებს რა ქვია აღარ ვიცი. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებამ საარჩევნო სიების, სპეციების, პირადობის მოწმობების, ამომრჩეველთა სხვა მისამართებზე მიწერების მანიპულირებით გააკეთა. რეგიონების მიხედვით გაკეთებულ შედარებით ანალიზში ჩანს, რომ მაგალითად აჭარაში, სპეციებში, ამომრჩეველთა რაოდენობა პროცენტულად 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 399.9%-ითაა გაზრდილი. იმერეთში 116.7%-ით, კახეთში 357.2%-ით, ცხეთამთიანეთში 69.1%-ით და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ტექნოლოგია, რაც გამოყენებული იქნა 21 მაისის არჩევნებზე, განსაკუთრებით ქალაქებში, ეს იყო ყალბი პირადობის მოწმობები. მარტო თბილისში მაგალითად დაიბეჭდა 120.000 ყალბი პირადობის მოწმობა. შესაბამისი პროპორციით დაიბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები რეგიონებში. ჩვენ მოხდა ისე, რომ ჩავიგდეთ სათანადო მტკიცებულებები ფოთთან დაკავშირებით, სადაც 1200 ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა როგორღაც აი ყველა ეს 1200 პირადობის მოწმობის ასლი და სადაც მითითებული იყო, რომ მოულოდნელად 5 დღეში, ეს იყო 28 მარტიდან 2 აპრილამდე, სამეგრელოს ყველა რაიონიდან ამ 1200 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოეხსნათ საკუთარი თავი რეგისტრაციიდან მშობლიურ სოფელში, დაუშვათ ზუგდიდში, სენაკში და ამ რაიონებში შემავალ სოფლებში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ ფოთში როგორც უმისამართო პირები. ეს გაკეთა ძალიან მარტივი მიზეზით, რომ ხელისუფლებამ იმ რეგიონებიდან, სადაც მას არ ქონდა მხარდაჭერის პრობლემა, მაგალითად ზუგდიდი, სენაკი, მარნეული და ასე შემდეგ, მოხსნა ეგრეთ წოდებული ზედმეტი ამორჩეველი და მიამაგრა ქალაქების იმ უბნებზე, სადაც მას ქონდა პრობლემა, თბილისი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი. ამ ყველაფრის შედეგად შესაძლებელი გახდა თითოეულ საარჩევნო ოლქში 1000-ობით ამორჩევლის მობილიზაცია. ფოთში ეს იყო 1200, რამაც იმოქმედა გადამწყვეტი ზეგავლენა
გლდანში, სადაც მე მაგალითად წავაგე 500 ხმით მიმაგრებული იყო 8000 ამორჩეველი აი ამ ყალბი პირადობის მოწვევებით. საბურთალოზე იყო რეკორდული ციფრი 14000 ამორჩეველი. ეს არის ის, რის მტკიცებულებებით ჩვენ მოვიპოვეთ და რაც გადავეცით როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე გადავეცით EUTHO-ს. სრულიად მოულოდნელად მაისის თვეში მერის სამსახურის თანამშრომლები, კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, საბაჟოს, პოკერ კლუბების, კაზინოების თანამშრომლები გახდნენ საბურთალოს მაცხოვრებლები. მაისის თვეში საბურთალოზე საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იქნა 6000 კაცი. აქედან მხოლოდ 1000-ზე არსებობს საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. შესაბამისად 5000 კაცი ყალბი პირადობის მოწმობებით მიწერილია საბურთალოს ბინებზე. მათ ჰქონდათ მოწმობები, მათ შეეძლოთ ისინი იყვნენ სიაში, მათ შეეძლოთ მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე და მიეცათ ხმა. გარდა ამისა, 2008 წლის 12 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია გაიარა იმ ხალხმა, რომლებიც დამატებით სიებში იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. საბურთალოზე მათი რაოდენობა იყო 8500 კაცი. ეს 3.5-ით მეტია, ვიდრე რეალურად იყო დამატებით სიებში 5 იანვრის არჩევნებში. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ თითოეულ უბანზე საშუალოდ 20-დან 40 კაცამდე ოპოზიციის მხარდამჭერი ვერ იძლეოდა ხმას, იმიტომ რომ რატომღაც აღარ აღმოჩნდნენ არჩევნების დღეს სიაში, მივიღებთ რესურსს, რომელიც გამოყენებული იყო კონკრეტულად საბურთალოზე სახელმწიფო კანდიდატის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. მე ეს ყველაფერი შემიძლია გეჩვენოთ კომპიუტერზე. აქ თქვენ ხედავთ 1 მაისს გატარებული ამომრჩევლების სიას, ეს არის დაახლოებით 3000 კაცი. შემდეგ 4 მაისს, 5 მაისს, 11 მაისს და 12 მაისს რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩევლების სიას. როგორც გითხარით, საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება მხოლოდ 1000 კაცზე მიიღო, აქ კი 6000 კაცია სულ. თვალსაჩინო ტენდენცია, რომელიც გამოჩნდა არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მე რაც თელავში აღმოვაჩინე უცებ, როდესაც 6 საათი სრულდებოდა, აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულ გადასატან ყუთზე მიმაგრებული სპეციალური სიები იყო ძალიან გაბერილი და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას თელავის რაიონში, მე პრესკონფერენციაც მოვიწვია და განვაცხადე ჟურნალისტებისთვის, რომ დაახლოებით ამომრჩეველთა 15-20% ავად იყო გამხდარი. ჩვენ ამის თაობაზე შევამოწმეთ მასალა, გადავამოწმეთ ერთი, რომ ეს ადამიანები ჟურნალებში არ იყვნენ გატარებული, მეორე ამ სიებში შეყვანილი იყვნენ საკუთარი განცხადების საფუძველზე და ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ერთი ხელით იყო დაწერილი, ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ დროს, ამ სიაში შეყვანილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვითონ იყვნენ გაკვირვებული, როდესაც მოვიკითხეთ, რომ ისინი არანაირად ავად არ არიან და არანაირი პრობლემა არ აქვს შექმნილი, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებში და საარჩევნო უბნებშივე მისცენ ხმა და იყო პრაქტიკულად ისე, რომ ადამიანები, რომლებიც გადასატან ყუთებთან მიმაგრებულ სიებში იყვნენ მოხვედრილები, ამავე დროს ისინი ჩვეულებრივ სიებშიც ირიცხებოდნენ და ეს იყო კიდევ კარუსელის შექმნის ერთი ძალიან ცხადი და ძალიან სუყე შემთხვევა. მე როდესაც გადავამოწმე მე ცენტრალურ შტაბში დავრეკე და ვითხოვე რომ შეემოწმებინათ სხვა ქალაქებსა და რაიონებში როგორი ვითარება იყო, აღმოჩნდა რომ ერთბაშად საქართველოში იფეთქა დაავადებებმა და ეს გადასატანი ყუთებთან მიმაგრებული სიები იყო ძალიან უზომოდ გაბერილი და მე მაშინ თქვი კიდეც რომ ეთყობა საქართველოში იფეთქა ნაციონალურმა ეპიდემიამ და ვერაფერი გაგვიგია ამის თაობაზე მეთქი. არჩევნების წინა დღეებში ხალხი გაოცებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მათ ბინებში უამრავი უცხო ადამიანი აღმოჩნდა მიწერილი. ამასთან სიები კვლავ სავსე იყო გარდაცვლილებით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად თუ სამუშაოდ წასული ადამიანები. ნელაძე ლევანი, არ ცხოვრობ ჩვენებაში. მე ცხოვრობ 74 წელი ნამეზოში და მე 10 გვარი არ მაქვს. სოლორაია თეიმურაძე. სოლორაია რამაზი არცესარცხოა. არც ნაჭრებია, საკრაია იურარა, საკრაია ლიარარი. მიჩინოვი თეიმურაძე საერთოდ არ გამიგია, კაკულია არ გამიგია, მელაშვილი არ ცხოვრობს, იაკობაშვილი არ ცხოვრობს, ჯუგაშვილები საერთოდ არ ცხოვრობენ, ეხლა რამდენი წელია მოდის. ოპოზიციამ ქუთაისსა და თბილისში კარუსელში მონაწილე რამდენიმე ადამიანის ყალბი პირადობის მოწმობის მოპოვებაც შეძლო. ეს ფაქტები დამახასიათებელი იყო საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთში. ამომრჩევლები ხმას აძლევენ კოლექტიურად.
მასობრივად იყრება ბიულეტენები, ირღვევა არჩევნების ფარულობა. ოზურგეთის რაიონში გამოყენებული იქნა გაყალბების მეთოდების სრული პალიტრა, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ-ერთ მეთოდს მოსყიდვის და დაშინების კონტროლისა, რომელიც იქნა გამოყენებული ამ რაიონში და რამაც ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელი, აქ უფრო უთითრად, უფრო პირდაპირ ფორმით გადაწყვეტეს გაეკონტროლებიათ ის ხალხი, რომელთაც ადგილობდნენ ხმას დაშინებისა თუ მოსყიდვის გზით. საუბარია სხვა კატეგორიაზე, ერთ-ერთი კატეგორია არის პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთაც აიძულებდნენ, რომ მათ პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ მიეცათ ხმები მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის აზრი რკომაიშვილისათვის და შემდეგ ცდილობდნენ ისინი გაეკონტროლებიათ ამ მეთოდით, რომელზეც მე მოგახსენებთ. ამასთანავე იყო მეორე კატეგორია, რომელიც ასე ვთქვათ, ხმებს აგროვებდა სხვა მიზეზების გამო, სხვა ასე ვთქვათ, мотиваციის გამო, გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ან ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ანაც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებული იყვნენ, ან მოსულნენი იყვნენ, შეეგროვებინათ ხმები ნაციონალური მოძრაობისათვის. ამ ორ კატეგორიას ამოწმებდნენ ერთაიგივე მეთოდით, ეს იყო განსხვავებული ფერის პასტის გამოყენება, რომელიცაც ხდებოდა შემდგომში უკვე დათვლის პროცესში გაკონტროლება იმისა, თუ რამდენად შეასრულა ამა თუ იმ ადამიანმა, ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე მიცემული დავალება. პატიმრების ოჯახის წევრებს ავალებდნენ, რომ მათ შემოეხაზათ მწვანე ფერის პასტით, საიმისოდ, რომ შემდგომ გაკონტროლებული იყო თუ რამდენად მათ მოაგროვეს სათანადო რაოდენობა ხმებისა, რომლის სანაცვლოდ პირდებოდნენ თავისუფლებას მათ ოჯახის წევრებს. ხოლო მეორე კატეგორიას წითელი პასტის გამოყენებას ავალებდნენ. ეს მეთოდი იყო მასიურად გამოყენებული თითქმის ყველა უბანზე, დიდ ნაწილ შემთხვევებისა დაფიქსირებული არის კიდევაც საჩივრებში ეს საკითხი. ხობულეთში ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა სტამბური წესით დაბეჭდილი ყალბი ბიულეტენებით. არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე დღეს მემარჯვენე მანანა ნაჭყებია და გაერთიანებული ოპოზიციის ხობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მირზა მსუქნიშვილი საუბრობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარღვევების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა წარადგინეს. მირზა მსუქნიშვილი ხობულეთის საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალ გადაცვლას ითხოვს. მანანა ნაჭყებიას თქმით კი გაერთიანებული ოპოზიცია დარღვევებთან დაკავშირებით სპეციალურ ფილმს ამზადებს. ეს ბიულეტენები ამოგებული არის ერთ-ერთ უბანზე. ეს არის მე-15 საარჩევნო უბანი. სადაც გამოვიტანეთ ეს ბიულეტენები და რომელი ბიულეტენებიც აღმოჩნდა შემდეგ ყალბი, რომელიც დაბეჭდილია სტამბური წესით, რომელზეც არის დივნის ხელწერა, შესაბამისი ბეჭედი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელწერა. ასეთივე ბიულეტენების მთელ დასტას შემთხვევით თავის სადარბაზოში წააწყდა მოქალაქე და ის ოპოზიციის შტაბში მიიტანა. ბიულეტენების ნაწილი უკვე დამწვარი იყო. ამ კადრებს უკვე კომენტარი არ სჭირდება. პირადად ჩემს მიმართ, ასევე ჩვენს სხვა დამკვირვებლებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ჩვენ დაგვემტვრიეს ვიდეოკამერა, რომელთაც ვაფიქსირებდით დარღვევებს არჩევნების სხვადასხვა უბანზე და ასევე ნაცემი იყო რამდენიმე ჩვენი დამკვირვებელი და მე აღარ ვსაუბრობ იმ გაყალბების დონეზე და იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომლის მოწმენით ჩვენ აღმოჩნდით. ფაქტიურად ეს იყო მასობრივი ზეწოლა დამკვირვებლებზე ხდებოდა და უბნებიდან გამოყრა დამკვირვებლების მათ მიმართ სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა, ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს, რათა იგივე ამორჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემას უგულებელყოფილი იყო, მარკირების პროცესი ხდებოდა უამრავი პროცედურული დარღვევა, კომისიის თავმჯდომარეები მასობრივად უარს ამბობდნენ საჩივრების მიღებაზე და საჩივრების შემთხვევაში ასევე ცდილობდნენ ზეწოლას კომისიის წევრებზე და დამკვირვებლებზე, ასევე მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული კარუსელის პროცესი და ამ შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობას არ დავიწყნია ნაცადი და გამოცდილი მეთოდის, ეგრეთ წოდებული საარჩევნო კარუსელების გამოყენებას. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ამ არჩევნებისთვის. ციხიდან საგანგებოდ გამოშვებული კრიმინალების, პატიმრების გამოყენება ხმების მოსაპოვებლად. ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს, მაგრამ ხმამაღლა არავინ, გასაგები მიზეზების გამო. იყვნენ წარმოდგენილნი უბნებში ნარკომანები, რომლებიც უბნის ირგვლივ ტრიალებდნენ და ეს ადამიანები აიძულებდნენ მოქალაქეებს ხმა მიეცათ 5 ნომრისთვის. იყვნენ ასევე ჩართულები უბნის
აქტიური ქალბატონები, რომლებიც სიებით ხელში ზუსტად ამოწმებდნენ იმ ადამიანთა გვარებს, სახელებს, რომელიც ჰქონდათ მათ გადაცემული სავარაუდოდ კრიმინალური სამყაროსგან ამ ადამიანების გამოცხადების სიზუსტეს. ანუ მთლიანობაში ამ არჩევნების შედეგად მივიღეთ ისეთი პარლამენტი, რომელიც ტიპიურად საბჭოთა ტიპის პარლამენტია. ძალიან დიდი რაოდენობით იქნენ გამოშვებული ციხეებიდან პატიმრები, ნარკომანები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან გამოშვებული უვადოდ, სავარაუდოდ მათ ელით ციხეებში უკან შებრუნება, ეს საფრთხე მათ თვითონაც იგრძნეს. ეს ადამიანები ჯერჯერობით დუმან, იმიტომ რომ ჯერ ვერ გრძნობენ იმ პერიოდს, რომ მათ უნდა ხმა მოიღონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე დაიწყებენ ამ თემაზე საუბარს და საზოგადოებისთვის სწორედ ის ფაქტები, რომელზედაც მე ვისაუბრებ, მათივე პირით გახდება ცნობილი. დარღვევებისა და ტოტალური გაყალბებების ფაქტების დაფიქსირება უბნებზე მობილიზებული ნახმოძრაობის ბრიგადების დაუფარავ აგრესიას იწვევდა ჟურნალისტების მიერ. ინციდენტი მოხდა დაახლოებით 2 საათისათვის ჩვენ ვიყავით ბატონ კობადავითაშვილთან ერთად გადაღებაზე 105-100 საარჩევნო უბანში. იქ შემოვარდა რამდენიმე ჩვენთვის უცნობი პიროვნება, მათ მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაგვიმტვრიეს კამერა და წაგვართვეს შემდეგ უკვე მათ დაგვიმტვრიეს კამერა. ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის მიმართ გამოყენებული ძალადობის შესახებ თელმა საქართველოს შეიტყო. ვინ არიან ისინი, მე წარუდგინეთ ჩემი მოწმობა. ერთ-ერთმა მათგანმა არ ვიცი სახელი და გვარი, ეს იყო მაღალი შავი ჩაცმული ახალგაზრდა, ჩამომაგლიჯა ეს ჩემი პირადობის მოწმობა, ეს კორსი და ასევე წამართვა კამერა, რომელიც ის დამიგდო. უნებრივია ამ განუკითხაობას მოყვა კომისიის წევრები, დამკვირვებლების, ჟურნალისტების შესაბამისი რეაქცია, საჩივრების დაწერის მოთხოვნა. მაგრამ ყველაფერ ამაზე უბანზე სპეციალურად მობილიზებული პოლიციელები, ეგრეთ წოდებული ჯანიანი ბიჭების, გამგეობების თანამშრომლების მხრიდან ცემა, უბნებიდან მათი გამოყრმობა. აი როგორ აშუქებდნენ არჩევნების დღეს რეგიონული მედია საშუალებები, რომლებიც ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდნენ. პროექტში ქართული მედია და ინფორმირებული არჩევანი. ერთი წამი ჭერწერეს დავიწყებ. ია გეგეშიძე სამხრეთის კარიბჭე გისმენ. მოკლედ მე და მაგა დავაფიქსეთ ეს ყველაფერი ერთად. მაგა ლომინაშვილი და ია გეგეშიძე შეგიძლია დაწეროთ. დიახ. ესე ხუჯად დენეს ნანი დივლედინები ასრი არა აქვს. იქ შემოყოფეს ესე კიდე რა ხეში ჩავარდით მოხელი ნიკან გადაც ძილვის მომიტყვი სული საერთოდ რა. ხუჯად. ერთმა კი არა თან შემოიყარნენ. ეს არ ვიცი მე რა საშინელება ხდებოდა რა. როდესაც საღამოს მე დამირეკეს ამ კითხეს, რაც ვიტყოდი არჩევნების შესახებ, მე ვთქვი რომ მე ვიყავი ძალიან არაობიექტური ადამიანი იმ დღეს, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ჩემამდე მოდიოდა ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ დარღვევების შესახებ. ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დიდხნეხის ქვეშ იყვნენ ჟურნალისტები, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, როგორი სერიოზული პრობლემები შემთხვათ მათ, როგორ უგრეხდნენ ხელებს, როგორ უტყავდნენ სკამს ბეჭებში, როგორ ცემდნენ ოპერატორებს და ეს იყო მასალა ძალიან მძიმე დღე ჩემთვის, იმიტომ რომ ხედავდი რომ ერთი მხრივ არ იყო საუბარი იმაზე რომ განსაკუთრებული ძალადობა ადგილებზე ხდებოდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შედიოდნენ ჯიხურებში და სავარაუდოდ თავისნებით ხაზავდნენ ხუთიანს და გამოდიოდნენ შემდეგ და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ კომისიის წევრებისთვის დაენახვებინათ რომ აი ნამდვილად შემოხაზეს ხუთიანი. ღამე როდესაც ხუთები გაიხსნა და ჩვენამდე მოდიოდა უკვე ციფრები, რა ციფრები იყო დაფიქსირებული ადგილებზე, უბნებში, ჩემთვის უკვე აღარ იყო გასაკვირი ის ციფრები რაც მოდიოდა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში უკვე ჩემ ცნობიერებაში ისეთი სურათი შეიქმნა, რაც ზუსტად მეუბნებოდა, რომ ამ მომრჩევლებზე ტერორი ხორციელდებოდა არჩევნების წინა პერიოდში, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ, ზოგი ნებით, ზოგი რაღაცის გამორჩენის სურვილი, ზოგი შიში, შემოეხაზათ ხუთიანი და დაედასტურებინათ თვითონ რომ ნამდვილად ხუთიანი შემოხაზეს და ის ადამიანები, რომლებიც
წინააღმდეგებოდნენ ამას ის ადამიანები, რომლებიც ამას არ გააკეთებდნენ, იყო საშინელი ტერორის ქვეშ, იქვე ადგილებზე. ანუ არა ამომრჩევლები, არამედ დამკვირვებლები და ჟურნალისტები. ძირითადად უხეში დარღვევებია მარნეულის, გორის, ქობულეთის, ბათუმის, ნაძალადევის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში. დარღვევების შემდეგი სახისაა: ბიულეტენების ჩაყრა, პოლიციელის მხრიდან მმართველი პარტიისა და მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია საარჩევნო უბნებზე. დაულუქავი ყუთები. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მარნეულის, საგარეჯოს, ლაგოდეხის მთელ რიგ უბნებზე ამომრჩევლები შედიოდნენ შემოხაზული ბიულეტენებით და ამ პროცესს ვერ აჩერებდა ორგანიზაციის დამკვირვებელი. კალია, ხო? კალია, უყურეთ. საუბარი მაქვს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა დამკვირვებლებზე, რომლებმაც სერიოზული ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფის სხვადასხვა ფორმა, ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა და მთელი რიგი სავალალო პროცესები გამოიარეს, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აძლევდნენ უფლებას ოფიციალურად ჩაებარებინათ კომისიაში მათი საჩივარი ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებაში. და მას შესაბამისად ჩვენი დღის მანძილზე 21 მაისს დღის მანძილზე 3 საგანგებო შიდა შტაბში შეხვედრა შეკრება გამომდინარეობდა იქიდან მიგვეღო თუ არა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი გადაწყვეტილება და ბოლოს ზუსტად 19 საათსა და 30 წუთზე სანამ დაიკეტებოდა საარჩევნო უბნები და დაიწყებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ხმების დათვლის ეტაპი საარჩევნო უბნებში ჩვენ ვიყავით იძულებულნი გაგვეკეთებინა საგანგებო განცხადება ჩვენი დამკვირვებლების რომელთა საერთო რიცხვი ჯამში 300-ზე მეტი იყო საგანგებო გამოწვევის შესახებ. ეს კადრები რუსთავშია გადაღებული. აქ ნათლად ჩანს როგორი სქემით მუშაობდა ხელისუფლება. აქ წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული ბრიგადები, რომლებიც ხმების გაყალბებაზე მუშაობდნენ. ბრიგადაში შედიან პოლიციელები, ნაცმოძრაობაზე მომუშავე ქალთა ჯგუფები, რომლებიც გარკვეული საფასურის გადახდით უზრუნველყოფდნენ ნაცმოძრაობისთვის ხმის მიმცემთა მიყვანას უბანზე. რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ შენობა თავდაპირველად? აბეგრასია გიკავია. კოორდინატორია. ვისი? პარტია, რომელი პარტიის კოორდინატორია? ნაციონალური. და მე აი ეს საფუძვლებია შეიძლება. შეიძლება ორიგინალურია მეთოდი, როგორ უნდა ამოიცნო უბანზე პასუხისმგებელი პირი. მათ ყვითელი ქუდი ახლავს. ფულის გადახდა ხდება და უფარავად. ადგილზე შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ყვითელი ქუდი რატო გახურია? უბრალოდ არ გეხარდა, მაგაშია საქმე რა. გამარჯო. ძებს რასაგროვებთ რა? საფიქსირებულია როგორ არა. აი ეს ფურცლები, გზელი ფურცლები, სადაც ვერია ისამართი. მოიყანეთ მაგან. რაუნდ აქა. დაუ ქალბატონ არ გამოგართვათ? აი ეს ფურცელი. ფურცელი მაყაისა მაგ პასპორტი მას მაწახეს. უბრალოდ დარწმუნებული იყო ბოლომდე. ყვითელი ქუდით იცანით? არა. ხელისუფლებამ არ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი მესტიის ოლქის მანდატის ჩაეგდო ხელში და აქაც ძალადობითა და ხელების გადაგრეხვის პრინციპით საკანონმდებლო ცვლილება განეხორციელებინა. ამ ცვლილებით აღმოჩნდა, რომ მესტიის ოლქზე, სადაც მხოლოდ 5000-მდე აქტიური ამომრჩეველია, იმაგრებულ იქნა 1000 კაციანი სამხედრო ნაწილით და ხელისუფლებამ ამ გზით მზამზარეულად ხმების მინიმუმ 20% გაინაცვლა. მესტიის რაიონსაც აღარწევენ. ამ მანიპულაციით ხელისუფლების კანდიდატმა საბურთალოს რაიონში სრულიად უპრობლემოდ ხმების 10% მიითვისა. რომ არა ეს, რეალურად ამ ოლქში ისეთი სურათი გვექნებოდა, როგორიც ამ დიაგრამაზეა გამოსახული.
ანუ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ექნებოდა ხმების 36.3%, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატს 27.5%. შესაბამისად შეიცვლებოდა პროპორციული სისტემით პარტიების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლებიც. დაახლოებით ასეთი პრინციპით იმოქმედა ხელისუფლებამ ყველა დიდ ქალაქში ქვეყნის მასშტაბით, რამაც პრაქტიკულად ყველა ოლქში მათი კანდიდატისა და მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყო. ასეთი უპრეცედენტო ფაქტი საქართველოში არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნა შემოტანილი სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ, ამ ოქმში მითითებული არაერთი დარღვევა. რადგან წესკომ თავსახად განაცხადა უარი, რომ შეესწავლა ეს დარღვევები. კონკრეტულად მაგალითად იყო გლდანის 37 საარჩევნო უბანი, სადაც ბიულეტენების რაოდენობა ასეთით აღემატებოდა მოსულ ამორჩეულთა რაოდენობას. იყო უბნები, სადაც იყო გადასწორებული ოქმები, რაზეც ასევე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები, რატომ მოხდა უბნებზე ოქმების გადასწორება. იყო ერთი უბანი ასევე გლდანის ოლქში, სადაც საარჩევნო უბანი გახსნილი იყო სადარბაზოში. იყო მარნეულის არაერთი უბანი, რაზეც არაერთხელ იქნა საარჩევნო შემოტანილი როგორც სასამართლოში, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ ამ უბნებზე იყო ძალიან მაღალი დასწრება ამორჩეულის და ასევე იყო ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო ბიულეტენების მეტობის საარჩევნო უბნებზე. მიღებული ბიულეტენები, უпростоრად დათვლილი ბიულეტენები აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას სიებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენები იყო ზედმეტი უბანზე. აი კიდევ ერთი სიყალბე. კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი, მაგრამ შეუხსებელი ოქმი. განსაკუთრებით მოუთმენელი მდგომარეობა შეიქმნა საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. შიშველი ფაქტი არის ის, რომ არც ერთ საარჩევნო კომისიას და არც ერთ სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია ოპოზიციის არც ერთი საჩივარი და სარჩელი. ფიზიკურად არ ხდებოდა საჩივრების განხილვა და პირდაპირ კენჭისყრაზე გამოდიოდა საკითხი, რომ არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციის საჩივარი. ყველაზე უფრო მთავარი მტკიცებულება რაც ამ სფეროში არის, ეს არის სტატისტიკა. სტატისტიკა არის ასეთი, რომ ოპოზიციის საჩივრების 0% არის დაკმაყოფილებული, 100% არის უარყოფილი. ნაციონალური მოძრაობის საჩივრების 100% არის დაკმაყოფილებული, 0% არის უარყოფილი. ესეთი სტატისტიკა მე ვფიქრობ, სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. 21 მაისის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა აგორდა. ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან ოპოზიციური პარტიების წევრებსა და აქტივისტებს. ბოლო დღეების განმავლობაში მათზე თავდასხმის 13 ფაქტი დაფიქსირდა. აი ეს ჩასახსენები მაქვს ახლა მუხტზე დაზიანებები მაქვს და შემდეგ მაგინებამ და ოპოზიცია თავს რატო არ ანებებდა შენი თანემ გაგიფაღებიაო ამის ხელი გამისვა უშე და ყალზე მომიწია რაღაცა აჯი თოკი იყო რა იყო ძალიან ცივი იყო და მახცოვდა მეორე პიროვნება ეუბნებოდა ხელად იყავიო არ მოუკლაო და ახლა არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა, ყოველთვის იყო საქართველოში გაყალბდება, მაგრამ ის რაც მოხდა თვითონ არჩევნების დღემდე, როცა პრაქტიკულად ყველა ოჯახში მივიდნენ პოლიციელები და ან მივიდნენ კრიმინალური ავტორიტეტები და გააფრთხილეს, დააშინეს, დაემუქრენ და იგივე გრძელდებოდა არჩევნების დღეს, ეს მე არ მახსოვს არც ერთ არჩევნებზე. ამ მხრივ იყო ეს არჩევნები გამორჩეული. მე ვერ ვილაპარაკებ პროცენტებზე, მე ვერ ვილაპარაკებ სავარაუდო შედეგებზე, რა მოხდებოდა, რო არ ყოფილიყო ასეთი ძალადობა, მაგრამ თავისთავად, როდესაც არჩევნები ტარდება ძალადობის ქვეშ, არჩევნები ტარდება ტერორის ქვეშ, არჩევნებს ატარებენ პოლიცია და კრიმინალური დაჯგუფებები, ეს არის არანორმალური არჩევნები, ეს არის არანორმალური მდგომარეობა ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ ამას არ მარტო შესაბამისი შეფასება სჭირდება, მთავარია იმისთვის, რომ მომავალში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს და უნდა წავიდეს ციხეში. ეს არის ცალსახად. ამდენადაც გვარებით ცნობილია, სახელებით ცნობილია, უმრავლესობის სურათებია გადაღებული, როგორ დადიოდნენ, როგორ შედიოდნენ უბნებზე, ჯიპებია დაფიქსირებული, ნიღბიანებით, რომლებიც იდგნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ და უცხოელებს აქვს გადაღებული. ეს ყველაფერი არის ცნობილი და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება. სახელმწიფოსთვის ყველა ცნობილია, ყველა იმიტომ სახელმწიფო დაკვეთით იყვნენ ისინი ცხადია, მაგრამ საჭირო მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოვლენა, რომ ამ ადამიანებს მოეთხოვოს პასუხი. ეს იყო 21 მაისის არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ჩაბარებული ტესტი დემოკრატიაზე.
მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის მთავარია ნებისმიერი მეთოდით, მათ შორის არჩევნების ტოტალურად გაყალბებით ძალაუფლების შენარჩუნება. ამას ქართველმა ხალხმა მასობრივი პროტესტით უფასუხა, ხოლო ოპოზიციამ უარი თქვა უკანონოდ არჩეულ პარლამენტში შესვლას. დეპუტატის დროებითი მანდატები მაგრატმის დაჭრეს, თუმცა მანდატზე უარის საფრთხმელად მერწეს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ თითოეულმა მათგანმა ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს. ვიდრე არ ვიცი ერთ-ერთ ადამიანზე ასე ვერ ვაგებ ვისი მანდატიდან გადაწყვეტა ამ პროცესებს ჩვენ უნდა მივადევნო თვალი იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტი სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია არ აღიარება საქართველოს პარლამენტის მე პირველივე დღეს ვერ ვიკადრე მომეტყუებინეთ თქვენ მეღიარებინა ის პარლამენტი რომელიც სიცრუით, ტყუილით, ძალადობით, დაშინებით, ტერორით შეიკრიბა ვერ ჩავიდი ამ პარლამენტარის მანდატი ჯიბეში და დავაბრუნე ის. დავაბრუნე იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ შევიდოდი ამ სიცრუით შექმნილ პარლამენტში და შესაბამისად ვერ მოგატყუებდი თქვენ და ვერ გეტყოდით რომ ეს პარლამენტი შედგა. ოპოზიცია ხალხთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს საქართველოში დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებამდე.